ჩვენებს ქართველებს მივმართავდი ამ ვიდეოთ იმ ქართველებს რომლებიც შეცდომაში არიან შესულები და შეყვანილები და რომლებსაც ჯერათ ევროპელი პოლიტიკოსების და ამერიკელების გულწრფელობის და იმის რომ თურმე საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ კარგი უნდათ და ამ ქვეყნის გაძლიერება და კეთილდღეობა და მეტი არაფერი ამ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც დღეს ჩვენ ხელისუფლებას ებრძვიან. ეს ადამიანები, ვისაც ამათი სჯერა, უნდა დაფიქრდნენ, ობიექტურად უნდა შეაფასონ მოვლენები და უნდა გადახედონ აუცილებლად უახლოეს ორ მაგალითს. ეს არის უკრაინა და ეს არის სირია. და აღმოაჩენენ, რომ აი ეს პოლიტიკოსები, ვინც დღეს ამ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძვიან და საქართველოს ვითომ ძლიერებისთვის იბრძვიან და აი ამ განცხადებებს იმიტომ აკეთებენ, ზუსტად ეს ადამიანები, ეს ქვეყნები და აი ეს პოლიტიკოსები სირიელ ხალხს იგივე ტექსტებს ელაპარაკებოდნენ, რომ უნდა დაემხოთ ასადის ხელისუფლება, ოღონდ ეს 10 წლის წინ დაიწყო სირიაში დაახლოებით და უკრაინაშიც ერთდროულად. მოკლედ ეუბნებოდნენ ამ სირიელ ხალხს, რომ უნდა დაემხოთ ასადის ხელისუფლება, თუ ასადის ხელისუფლებას დაამხობდნენ, ხელისუფლებაში მოვიდოდა დემოკრატიული ძალები და სირიის მომავალი იქნებოდა გარანტირებული და სირიელი ხალხის კეთილდღეობა იქნებოდა გარანტირებული ამით. სინამდვილეში რა მოხდა? მთელი ეს, რა ვიცი, ამდენი 10 თუ 12 წელი ომი მიდის სირიაში, ბოლო-ბოლო დაამხეს ეს ასადის ხელისუფლება, გაიქცა ასადი სირიიდან და რა მოხდა? ხელისუფლებაში მოიყვანეს ტერორისტები და სირიელ ხალხს დაუნიშნეს ხელისუფლებაში ტერორისტული ორგანიზაცია და მთავარი, ესე იგი სირიის ხელისუფლების წარმომადგენელი მთავარი პირი ვინც არის, ეს ადამიანი ტერორისტების ათეულში ყავდათ შეყვანილი. ისევ ამ ევროპელებს და ამერიკელებს და ინგლისელებს, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც დაჭირდათ მათ თამაშს, როგორც დაჭირდა, ისე მოიქცნენ და დაივიწყეს, რომ იყვნენ ტერორისტები, შეფუთეს რაღაცა დემოკრატებად და კაი ხალხად და ხელით ჩამოართვეს და რა ვიცი, თანამშრომლობენ კიდევაც ოფიციალურად როგორც სირიის ხელისუფლებასთან. აქ ევროპამ თავისი თამაში ითამაშა, იხეირა თუ რა ქნა, სხვა საკითხია, რა მოიგო, რა წააგო, სხვა საკითხია, მაგრამ სირიელი ხალხი რო დაზარალდა, სირიელმა ხალხმა რო წააგო და სირიამ როგორც სახელმწიფომაც რო სერიოზული კატასტროფა განიცადა, ეს ხო ფაქტია, ამას ხო ვერავინ ვერ გაექცევა. და ისიც ხო ფაქტია, ეს დღეები, აი ეს ტერორისტები რას უშვებოდნენ სირიელ ხალხს, როგორ ქუჩა-ქუჩა როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს, მაგრამ ამას არ იმჩნევს დღევანდელი ევროპა და იძახიან, რომ ჩვენ არ ვერევითო სირიის შიდა საქმეებშიო. აი ეს არის ჭეშმარიტი სახე აი ამ დედამოწყნულების, ვისიც თქვენ გჯერათ, აი ამ ვითომ პროევროპელ ბატებს. იგივე უკრაინაში ხო პირდებოდნენ 2014-ში, რომ თუ იანუკოვიჩის ხელისუფლებას დაამხობდნენ უკრაინელები, ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ევროპული ძალები და უკრაინის სახელმწიფო უფრო გაძლიერდებოდა, უკრაინელი ხალხის კეთილდღეობა იქნებოდა გარანტირებული და ყველაფერი კარგად იქნებოდა. რა ხდება დღეს უკრაინაში, ხო ყველა კარგად ხედავთ და ხო ფაქტია, რომ უკრაინა იმაზე უფრო მომგებიან პოზიციაში და იმაზე უფრო კარგი და ძლიერი ვიდრე ამ ომამდე იყო, ვერასოდეს ვეღარ გახდება. აი ამ ყველაფერს რატო არ უყურებთ და რატო არ ფიქრობს ეს ხალხი, აი ვერ ხვდები უბრალოდ, რომ რო გაყვირი ხარ ეს რაღაცა ცეცხლი დიქტატორიასო თუ რაღაც სიგიჟეებს რო ყვირიან, ხო თუ ოლიგარქიას, ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაცები. ცოტა ხანი დაანებეთ მაგ რაღაცების ყვირილს და აი ამ უახლოეს ისტორიას გადახედეთ და აღმოაჩენთ, რომ აი ეგ ევროპელები, ვისიც თქვენ გჯერათ, ზუსტად იგივე ტექსტებს, რასაც დღეს თქვენ გელაპარაკებიან და ჩვენ ქვეყანაზე ლაპარაკობენ, ზუსტად იგივეს ლაპარაკობდნენ სირიაშიც, უკრაინაშიც და აი პროცესებიც იგივენაირად ვითარდებოდა ყველაფერი. ღმერთმა ჩვენ უბრალოდ დაგვიფარა ომისგან და გრევისგან.
თორე იგივე სცენარი განვითარდებოდა და საქართველოს დღეს იგივე დღეში იქნებოდა რა დღეშიც არის უკრაინა და რა დღეშიც არის სირია. აი ეს არის რეალური სახე აი ამ ვითომ ევროპელი რაღაცა ნათელი პოლიტიკოსების სინამდვილეში რაც არის ევროპა და ევროპული პოლიტიკა და იქით კიდე დიდი ბრიტანეთი ვინც იცის ძალიან კარგად იცის რომ მაგათი დაჯერება და ნდობა და ეგ არის სიბრიყვე და არ უნდა გჯეროდეს შენ იმის რომ რაღაცა ევროპელები თურმე ანუ ვინმე თავს იკლავს იმიტომ რომ აქ საქართველოს იყოს გაძლიერებული და ჩვენ ცხოვრობდეთ ქართველები ნეტარებაში. უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა თავისი ინტერესისთვის იბრძვის და სწორედ აი ამ ევროპელების, ამერიკელების, რუსების და რა ვიცი, ბრიტანელების და ვიღაცეების ინტერესებს შეეწირა როგორც სირია, ისე უკრაინა და ზუსტად ისე 2008 წელს შეწირეს ეს ქვეყანა. და ჩვენ კიდევ ღმერთმა დაგვიფარა, რომ დღეს აქ მართლა მშვიდობა გვაქვს და ქვეყანა გვაქვს და სახელმწიფო გვაქვს და ჩვენი ენა, ჩვენი საზღვრები და რა ვიცი, სუვერენიტეტი და ყველაფერი. აი ამაზე უნდა დაფიქრდნენ ეს ადამიანები, ვინც რაღაცა ყაყანებენ, რო დადიან ქუჩა-ქუჩა და ცეცხლი ოლიგარქიას და რაღაც სისურველეებს რო ყვირიან.